ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოში იკვლევენ მტკიცებულებებს. დაცვის მხარის თქმით, ჩიხლაძისთვის წარდგენილ ბრალს არანაირი მასალა არ ადასტურებს, რომელიც საქმეშია წარდგენილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი ჯაშუშობის ბრალდებით ჩიხლაძე 30 მაისს დააკავა. ირაკლი ჩიხლაძე შედავებიან, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებების შესაბამისად მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებას და გადაცემას. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილი, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. პროცესზე მოხდება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა. ნახოთ ბრალდების მხარე თუ წარმოადგენს დღეს მოწმეების, ასევე მოხდება მოწმეების გამოკითხვა. საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებს ირაკლი ჩიხლაძის ბრალეულობას. ამ დღევანდელ პროცესზე პროკურორმა უნდა განაცხადოს, რომ სასამართლო მას ენდოს სიტყვაზე, რომ ირაკლი ჩიხლაძე არის ჯაშუში. სხვა რაიმე პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ირაკლი ჩიხლაძის ბრალეულობას, ამ საქმეში წარმოდგენილი არ არის.